რუსთავის სპორტის სასახლეში საქართველოს სამგზის ჩემპიონის რამაზ გოგობერიშვილის მემორიალური ტურნირი დაიხურა. ტურნირის გამარჯვებული თბილისის რაში გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ზესტაფონის მარგვეც ანგარიშით 80-75 სლია. პირველ ადგილზე გასულ გუნდს სპეციალურად ტურნირისათვის შექმნილი გარდამავალი პრიზი სიმბოლურად რამაზ გოგობერიშვილის შვილმა, საკალათბურთო კლუბ რუსთავის დირექტორმა გიგი გოგობერიშვილმა და ოჯახის წევრებმა გადასცეს. 8 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული სპორტსმენები რუსთავის მერმა, სპორტის მინისტრის მოადგილემ, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ და ვეტერანმა სპორტსმენებმა დააჯილდოვეს. რამაზ გოგობერიშვილის მემორიალური ტურნირი პირველად გაიმართა და მას ტრადიციული სახე მიეცემა. ახალ ტრადიციას ჩაეყარა ჩვენს ქალაქში საფუძველი. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა დღეს სწორედ ამ ახალი ტრადიციით თაობებს გადავცეთ რამაზის სიყვარული, რამაზის ის წარმატებები, რომლითაც ვამაყობდით თითოეული რუსთაველი. მსგავსი ტურნირები დაეხმარება, რომ კიდევ უფრო მეტი мотиваცია გავაჩინოთ ახალგაზრდებში. შესანიშნავი ტურნირი ჩატარდა. ძალიან ძლიერი მონაწილეები იყვნენ. ულოცავ გამარჯვებულ კლუბს რაშს საკმაოდ დაძაბულ ორთაბრძოლაში წარმატებას და ჩემპიონობას და ვიმედოვნებ, რომ აღნიშნული ტურნირი ტრადიციული გახდება და კიდევ ბევრ ადამიანს მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ რამაზ გოგობერიშვილის სახელი. ჩვენი განვითარებისთვის კარგი თამაში იყო. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო სუპერლიგის თამაში, ჩვენთვის ეს ტურნირი ბევრს ნიშნავდა. ტურნირმა შესაძლებლობა მოგვცა საინტერესო გუნდებთან გვიასპარეზა.